საღამომშვიდობის კვლავ დღეს სამშაბათია, თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს გადაცემა Art Express-ი, მე ხათუნა მანაგაძე ვარ და თქვენთან ერთად შევეცდები ვისაუბრო ხელოვნების სფეროში მიმდინარე საინტერესო საკითხებზე. მართალია, ბევრი საინტერესო საკითხი დაგროვდა. დავიწყებ იმით, რომ ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერისთვის მიმდინარეობს მზადება ახალგაზრდა რეჟისორი სალომე ჯიჯავაძე გუგამ გელაძის პიესის მიხედვით დგამს სპექტაკლს, რომელსაც ქვია ზღვარზე. რასაკვირველია, ძალიან კარგი იქნებოდა ჩვენ ქონოდა საშუალება და შესაძლებლობა გვესაუბრა შემოქმედებით მიმდინარეობაზე ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მაგრამ მოვლენები ვითარდება ძალიან სწრაფად და ძალიან უცნაურად. ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით, რომ შევეცდებოდით დავკავშირებოდით ბათუმის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და იმ მსახიობებს, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ვესაუბრეთ ბატონ ალექსანდრე ქანთარიას, რომელმაც სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ სწორედ დღევანდელ დღეს ის თბილისში იმყოფება და ვერ ახერხებს გადაცემაში მოსვლას, თუმცა დაგვირდა, რომ აუცილებლად მოვა გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე დატვირთული სამუშაო გრაფიკის შესახებ სასაუბროდ. სანამ ჩვენ ამ საკითხებს ვარკვევდით, დღეს, როგორც რამდენიმე წუთის წინ საინფორმაციო გამოშვებაშიც მოისმინეთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობ მერგი კობალაძეს 6 თვით შეუჩერდა ხელფასი. სანამ მე ჩემს მოსაზრებას გავაგრძელებ, უფრო სწორად ამ თემაზე გავაგრძელებ საუბარს. სტუმარს წარმოგიდგენთ, მერგი კობალაძეა, ჩვენი სტუმარი, საღამომშვიდობის მერგი. მადლობა მოწვევით. პირდაპირ მატარებლიდან, როგორც ვიცი. და მე აქვე დასაწყისშივე აღნიშნავ, მე გავეცადი იმ ბრძანებას, რომელიც გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო ისეთ კონდიციაში, რომ სპექტაკლი ვერ გეთამაშათ. არ წარმოადგინეთ დროზე ბიულეტენი, გახსნისთანავე, მე მგონი ესე წერია, თუ არ ვცდები, და უარი განაცხადეთ სპექტაკლში მონაწილეობაზე, ასევე თქვენ აღნიშნავდით, რომ იყენებთ ერთდღიან გაფიცვის უფლებას პარალელურად. და შემდეგ არის დასკვნა, რომ სწორედ ეს მომენტი გახლავთ უპატივცემულობა მაყურებლის მიმართ და არაპროფესიონალიზმი, იმიტომ რომ სპექტაკლი ჩავარდა. და სწორედ ამას მოყვა ის, რაც უკვე აღნიშნეთ, 6 თვით გარკვეული მუხლებია იქ ჩამოთვლილი, როგორც ჩანს თეატრის წესდებაში არის ალბათ მინიშნება ამის შესახებ და მოხდა ისე, რომ თქვენი ხელფასი იქნება დაკავებული 6 თვით. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ გამომდინარე თქვენი მომავალი ქცევიდან გადაიხადება საკითხები. მოდით დავიწყოთ განმარტოთ რა თქვენი პოზიცია. მე ძალიან ვისურვებდი, რომ იყოს თეატრის ადმინისტრაციის პოზიციაც, მაგრამ როგორც საინფორმაციოში განაცხადეს, იქ არავინ არ უპასუხა მათ შეკითხვებს. მეც ვისურვებდი და ამ ინტერვიუს მერე უფრო მინდა რომ ვიღაც დაუკავშირდეს და აი ამ შეკითხვებს, რაც მე ახლა გამიჩნდა დღეს, იქნებ ამ შეკითხვებს გასცეს ბატონმა ნუკრიმ პასუხი, თუმცა მე მაგის იმედი არ მაქვს. მეც ამოვწერე რაღაცები, რომ უფრო ისა მერგი კობალაძის ჯანმრთელობა არ იყო ისეთი განსაკუთრებული, რომ ვერ ეთამაშა სპექტაკლი. ანუ ეს სავარაუდოდ არის ნატო ღონტის დაწერილი და მის მიერ არის უსაყვარლესი ქალბატონი, ეს არის ჩვენი ტექნიკური რეჟისორი ამ შემთხვევაში ამ სპექტაკლის. მან დამირეკა რამოდენიმეჯერ და კითხა, ყველაფერი გამომკითხა, მე რა თქმა უნდა ავუხსენი, რომ ვიყავი შეუძლოთ და მქონდა ბიულეტენი გახსნილი. აქ წერია, რომ სოციალურ ქსელში დაწერა გაფიცვის შესახებ და ამავე დროს არ წარმოადგინა ბიულეტენი გახსნისთანავე სამედიცინო ცნობა. არ არსებობს ეგეთი. ანუ რო ხსნი ბიულეტენს, სანამ არ დაიხურება, არავინ არ გატანს. მაშინ აქვე ერთი შეკითხვა, თქვენ აცნობეთ თეატრს წინასწარ, რომ იყავით აღარ? რა თქმა უნდა, მე ვაცნობე თეატრს, მე მივწერე ნატოს, მე მივწერე თეონას, თეონა არის დასის გამგე, ტექნიკურ რეჟისორს, ვუთხარი, რომ თუ არის შესაძლებელი, ვარავად გავხსნი ბიულეტენს, რომ გავხდი ავად ცოტა ადრე და მე მეორე დღეს მივედი თუ მესამე დღეს უკვე ექიმთან და გავხსნი ბიულეტენი. ვუთხარი, რომ თუ არის შესაძლებელი, ან შემცვალეთ
იმიტომ რომ იყო სადღაც 3-4 დღე დარჩენილი, თუ არ ვცდები, ან შემცვალეთ, ან გადადეთ, ან მოხსენეთ, იმიტომ რომ ვერ ვახერხებ. ასევე ძალიან კაფეოდ ავუხსენი რომ გავხსნი ბიულეტენს, რა თქმა უნდა და მოვიტან. რომ მივედი ექიმთან უკვე და ვთხოვე რომ თან ბიულეტენი გამატანეთქო, დამცინა იმ ქალმა რომ ეგეთი არ არსებობს, ესე მე არ ვიცოდი. ხო და როგორც კი დავხურავთ, მაშინ ბიულეტენი დახურულია და წარდგენილია უკვე. რა თქმა უნდა, დავხურე და წარვადგინე უკვე. ეს იყო 13 რიცხვი. 13 მარტი. და ეს ბრძანება დაიწერა დღეს. დიახ, ეს ბრძანება დაიწერა დღეს, ან გუშინ არ ვიცი ზუსტად. გამოქვეყნდა ყოველ შემთხვევაში მეც არ მახსოვს რომ მე დღეს ჩამიგდეს ჩატში და დღეს მითხრეს ახლა მამცნობას. განმარტების გარეშე? ყოველგვარი განმარტების გარეშე პირდაპირ ბრძანება დაიწერა? განმარტება, ანუ მე არ ყოფილვარ არა, არსად არავის არ უთქვამს ჩემთვის, უბრალოდ გამოაკრა, არც მომწვი, არც სახლში, არც არავის დაურეკავს და მე მაქვს შეკითხვა ბატონ ნუკრი ქანთარიასთან. იმ დღეს, როცა მან სპექტაკლი არ მოხსნა, 4 კაციანი სპექტაკლიდან არა მარტო მე, რომელმაც გავაფრთხილე ყველა და ვუთხარი რომ ავად ვიყავი და გაფიცვის უფლება რაც ეხება გაფიცვა გამოვიყენე მხოლოდ იმიტომ, რომ მანამდე მომივიდა მუქარა რომ ის გამაგდებდა მე თეატრიდან თუ არ ჩავიდოდი და არ ვითამაშებდი. აქედან გამომდინარე გავიფიცე მე რომ ეს იყო თავდაცვის მიზნით. გაფიცვა ერთდღიანი და სპექტაკლის დღეს 4 მსახიობიდან არ ვიყავით 2 მსახიობი. არ მიწყეს ჩემი პარტნიორი, ჩემი უსაყვარლესი ადამიანი დავით ჯაყელი, მე ვუთხარი რომ მე ეს უნდა აღვნიშნო და როგორც აღმოჩნდა მე არ ვიცი ავად იყო თუ არ იყო, მე ვიცი რომ არავის არაფერი არ დაუწერია, ნატოღლონს არ დაუწერია მოხსენებითი და არ შეუტანია სამხატვრო ხელმძღვანელთან. მე ვიცი რომ იქ იყო დირექტორი და ყველა იქ იყო სამხატვრო ხელმძღვანელის გარდა და ყველა მიცოდა რომ დავით ჯაყელი არ გამოცხადდა სპექტაკლზე და მაშინ ანუ ჩვეულებრივი ადეკვატური შეკითხვა მიჩნდება. თუ მე ადამიანს, რომელსაც მქონდა ბიულეტენი გახსნილი, რომელმაც გავაფრთხილე რომ ვარ ავად და არ ვიყავი სპექტაკლზე. რატო მომიხსნა 6 თვით ხელფასი და აბსოლუტურად რეაგირება არ ქონია მე ძალიან მიხარია, მაგრამ ანუ შეკითხვა არის ეგეთი. ვუსვამ ბატონ სამხატვრო ხელმძღვანელს, რატომ ჯაყელსზე არ ქონდათ არავის რეაქცია. ანუ აი ამაზე მაქვს, ანუ ამას ახლა რატო ვამბობ? ამაზე მაქვს ლაპარაკი, რომ ადამიანს პირადად არ მოვწონვარ და აბსოლუტურად ყველანაირი ხერხით ცდილობს რომ მებრძოლოს და რაღაცნაირი დისკომფორტი შემიქმნოს და საბოლოოდ გამაგდოს თეატრი. სოციალურ ქსელში მანამდე გავრცელდა თქვენი და ბატონი ნუკრის ვიდეო მე მახსოვს, სადაც საყვედურის გამოცხადებაზე იყო ლაპარაკი, განცხადების არა, საყვედურის გამოცხადებაზე არ იყო, იქ იყო საუბარი, რამოდენიმე მსახიობი შევედით და უბრალოდ ლეგიტიმური შეკითხვა დავსვით, რომ რატომ არ მოგვემატა ჩვენ იმდენი ისე ხელფასი როგორც ხვებს და ნუ აი ამას მოყვა უკვე რაღაცნაირი დაპირისპირება და იქ იყო, ანუ ბევრი რაღაცა იყო იქ დიალოგში ჩვენ შორის, მარტო არ ვიყავი, კიდე კარგი იყო ტიტე კომახიძე, იყო ეკა ჩავლეიშვილი ჩემთან ერთად, სადაც ეს ადამიანი დამემუქრა, რომ გადამიხევდა ხელშეკრულებას და გამაგდებდა თეატრიდან. და ნუ მოკლედ მაგ შემთხვევაში მგონია რომ ტელეფონმა მიხსნა გაგდებიდან და ეხლა უკვე ყველანაირად ესეც ჩასაფრებულია და ცდილობს რომ შემიქმნას დისკომფორტი. იცით რა, მე რამდენჯერმე მქონია საუბარი თეატრს მიღმაც ადამიანებთან, რომლებიც ამბობენ ასეთ ფრაზას, რომ ცოტანი არიან ისინი, ვინც ასეთ მკვეთრ დაპირისპირებაშია თეატრის ადმინისტრაციასთან. ასეა? მე არ ვიცი ხა აშკარად რამოდენიმე ადამიანი ვართ, ვინც ვლაპარაკობთ და დაპირისპირება რას ნიშნავს? გამოვთქვამთ ხოლმე წუხილს, იმაზე რაც არ მოგწონს, აღვნიშნავთ ხოლმე და არ ვართ ჩუმად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვიყვარს თეატრი, ჩვენ შეიძლება რაღაცა მომენტში უფრო შეგვსტკიოდეს გული თეატრზე და უფრო განვიცდიდეთ რაღაცებს და არ ვიცი, ხო, სამწუხაროდ ამ რეალობაში ძალიან ცოტა დავრჩით. აი ხა რა არის საინტერესო? ამაზე ვლაპარაკობ. 6 თვის განმავლობაში, როცა ხელფასი არ უნდა გქონდეს, ეს რა გამოდის, რომ ავტომატურად მოხსნილი ხართ ყველა სპექტაკლიდან? არა. მე ისედაც 8-ში ან 8 აპრილს მაქვს ჩანიშნული, მე უნდა ვიმუშაო და ამაში ანაზღაურებას
არ მივიღებ. მაგრამ მე ისედაც ვაპირებდი თამაშს 8-ში და მე არ მithქვამს უარი მომდევნო სპექტაკლებზე, ეს იყო შემთხვევა, როცა მე ვთქვათ რაღაცა პრობლემა შემექმნა და ხო, ამ ერთხელ ვერ ვითამაშე. მაგრამ ცოტა ლოგიკას მოკლებულია, როცა ადამიანი მუშაობს, მიდის სამსახურში, თამაშობს სპექტაკლს, ასრულებს მოვალეობას და არ მიიღებს ანაზღაურებას. ამის შესახებ 6 თვე. ხო, ეს ჩვენ გვიდევს შრომით ხელშეკრულებაში. ეს თვითონ ჩაგვიდო შრომით ხელშეკრულებაში, რომ თუ რამეს დავაშავებთ, მას შეუძლია ან შეგვიზღუდოს 6 თვის. ეს ერთპიროვნულად ხდება თუ სამხატვრო საბჭო ან რაღაც გარკვეული ჯგუფი? ჩვენ არ ყავს სამხატვრო საბჭო, ანუ ეს მისი გადაწყვეტილებით არის. და რას აპირებთ? მე აუცილებლად გავასაჩივრებ, მე ამას გავასაჩივრებ და შევიტან სასამართლოში. და კიდე მაშინ შეკითხვა მექნება, კოლეგების დამოკიდებულება როგორ არის ამ დროს? მინდა ვთქვა, რომ არიან ადამიანები, ვისგანაც ვგრძნობ სოლიდარობას და თანადგომას და ჩემ ბათუმის თეატრს გულისხმობთ? დიახ. ხო, ძალიან ცოტა არის ის ადამიანი, ვისურვებდი უფრო მეტი ყოფილიყო და რაც შეეხება თბილისიდან არ ვიცი, აი ესეთი თანადგომა და ესეთი ყურადღება სოციალურ ქსელში რამდენად აქტიური იყო, იმიტომ რომ ჩემთვის მაინც ემოციურია, რაც არ უნდა იყოს და მაინც მტკივნეულია, იმიტომ რომ გავიზარდე ამ თეატრში და მაინც და რა არის მიზეზი აი ამ დუმილის ამ ხარდაჭერის ამ შემთხვევაში ტიპიურად უნდა გამოვრიცხოთ პოლიტიკური ურთიერთობები, იმიტომ რომ ეს არის შესაძლოა აქ იყოს ეს თქვენი გაფიცვის განცხადება ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ აი რა არის მიზეზი დუმილის? არ ვიცი, აი ამ თემაზე მიჭირს საუბარი. ჩემს კოლეგებზე, ჩემი თეატრიდან, აი კონკრეტულად ჩემი თეატრიდან ძალიან მიჭირს და ვეცდები რომ ამ შემთხვევაში თავი შევიკავო. იმიტომ რომ ვისურვებდი რომ რაღაცა უფრო ხმამაღალი ყოფილიყო მათი ვთქვათ პროტესტი. შეიძლება შინაგანად რაღაცაზე მაინც ჩემთან მიმართებაში წყდებათ გული, მაგრამ ამას მე ვერ ვგრძნობ ისე როგორც ვისურვებდი. ხო და რაც შეეხება გაფიცვას, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს გაფიცვა ერთდღიანი გამოვიყენე იმიტომ, რომ თავი დამეცვა მსგავსი ისტორიისგან, მაგრამ ვერ ავწდი. და ბოლო შეკითხვა, გექნებათ თუ არა კომუნიკაცია სამხატვრო ხელმძღვანელთან, აი ხა უკვე როცა პირადად არ მე მივიტან სასამართლოში გავასაჩივრებ და აი ეს შედგება ჩვენი კომუნიკაცია, იმიტომ რომ აზრს ვერ ვხედავ. ეგ არის ადამიანი, რომელთანაც ამ საყვედურსაც რომ ცხადებდა დედა ჩემი დაიბარა და არა მე. ეს ჩემთვის აბსურდია, რატომ უნდა დაიბაროს დედა ჩემი და რატომ უნდა გააფრთხილოს ამის თაობაზე დედა ჩემს? რა უთხრა მიზეზი? მე მიზეზი აი რაც წერია. ვერ გეტყვით იქ რა, იმიტომ რომ საუბარი არც მგონია მე ამის თაობაზე ჩემმა კოლეგამ ტიტე კომახიძემ მითხრა პირველად, რომ გამომიცხადა საყვედური და 6 თვით შემიზღუდა ხელფასი. და კიდევ ერთი მომენტი, როცა სასამართლოში შეიტანთ საჩივარს, ამ შემთხვევაში თეატრში ჩვეულებრივად შეგიძლიათ იმუშაოთ? კი, ხო არის ზღუდება რაღაც. სავარაუდოდ არა, არ ვიცი, არ ამგონია, იმიტომ რომ მე მეხმარება გილდია. და ვიცი რომ ყველაფერი რასაც ვაკეთებ, ვეკითხები ხოლმე ადვოკატებს და ვეკითხები გილდიას, იმიტომ რომ ესენი მე მინდა რომ ყოველი ჩემი ნაბიჯი იყოს სამართლებრივად სწორი და არ დაუშვა შეცდომები. იმიტომ რომ ზოგადად კანონმორჩილი ადამიანი ვარ და ესე მირჩევნია რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე კი, შევიტან და სავარაუდოდ მე არ გამაგდებს მაგ მიზეზით. სხვა მიზეზს თუ გამომინახავს და გამიშვებს, ხა ეგ არ ვიცი. ხა 6 თვის განმავლობაში რეალურად ხართ მაინც ისეთ არატიპიურ მდგომარეობაში და 6 თვის მერე ნახოთ რა იქნება. წარმატებები მინდა გისურვოთ, მეგი, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციას, თუ ექნება სურვილი რომ გააკეთოს კომენტარი ამ მოვლენაზე, ჩვენ სიამოვნებით დავუთმობთ სატელეფონო ზარითაც ეთერს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დრო ეთერში ყოფნისთვის და ველოდებით მათ. დიდი მადლობა მეგი. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას და გადავდივართ ჩვენი გადაცემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო რუბრიკაზე ქართველი ხელოვანები უცხოეთში.
Sturme befahl ich den Fluss, die Kleider durchweichet der Regen im Nuss. Ich peitsche die Wellen mit mächtigem Schlag, die Wellen mit mächtigem Schlag, erhoffen mir heiteren Tag, erhoffen mir heiteren Tag. Die Wellen, sie jagen das ächzende Schiff, es drohet der Strudel, es drohet das Riff, Gesteine entkollern den felsigen Höhen, entkollern den felsigen Höhen, und Tannen erseufzen wie Geistergestöhn, und Tannen erseufzen wie Geistergestöhn. So musste es kommen, ich habe es gewollt, ich hasse ein Leben behaglich entrollt, und schlängen die Wellen den ächzenden Kahn, die Wellen den ächzenden Kahn. Ich priese doch immer die eigene Bahn, doch immer die eigene Bahn. Drum tose des Wassers von mächtiger Zorn, im Herzen entquillet ein seliger Worn, die Nerven erfrischend, oh himmlische Lust, dem Sturme zu trotzen mit männlicher Brust. O himmlische, himmlische Lust, dem Sturme zu trotzen mit männlicher Brust. O himmlische, himmlische Lust. დიდი მადლობა, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო ფრაგმენტი და წარმოდგენილი იყო ნინო ჭოხონელიძე, პიანისტი თავის მეუღლესთან ერთად. ნინო ეხლა ჩვენ ციურიხიდან ჩაგვერთვება. საღამო მშვიდობის, ნინო. მოგესალმებით, ქალბატონო ხათუნა, მივესალმებით თქვენს მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად და ძალიან დიდი მადლობა, რომ გამოგვეხმაურეთ და მოგვაწოდეთ ასეთი შესანიშნავი ფრაგმენტი. თუ შეიძლება მოუყოთ მაყურებელს, როგორ ვითარდება თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება ამ ეტაპზე? მე 2007 წლიდან ცხოვრობ შვეიცარიაში, ბოლო 6 წელია გადავედით მიუნხენში, მაგრამ ძალიან ხშირად მიწევს ციურიხში ჩამოსვლა. რომ სწავლის პერიოდი, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი დრო გავატარე აქ და შემდგომ სამსახური და კონცერტები და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად ვარ ხან იქით ხან აქეთ, ესე ვთქვათ. და ვარ თავისუფალი მუსიკოსი და მოუკიდებელი მუსიკოსი, ეს სწავლების მერე ყოველთვის დგება ეს პერიოდი, როდესაც უნდა დამოუკიდებლად გაუძღვე ამ ყველაფერს და ეს ეტაპი, როდესაც ყველა ახალ პროგრამას სწავლობ, ახალ რეპერტუარს, ახალ ნაწარმოებებს, სიახლეებს, სულ სიახლეების ძიებაში ხარ, ეს გრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენს პროფესიაში მთელი ცხოვრება და ამით ალბათ არის ის ესეთი საინტერესო მრავალფეროვანი და რა თქმა უნდა რთულიც. რომელია თქვენთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი, სოლო კარიერა თუ საკონცერტო მაისტერო? ამ ეტაპზე აი ბოლო წლებია უკვე შემომჩნია, რომ ჩემი თავი, ესე ვთქვათ, ვპოვე კამერულ მუსიკაში, ანუ ეს არის ინსტრუმენტალისტებთან მუშაობა და ასევე ვოკალისტებთან ერთად, მაგრამ აი კამერული მუსიკის განხრით და ნაკლებად უფრო საკონცერტო მაისტერო გულისხმობ აი აკომპანიმენტს. ამას უფრო ნაკლებად. ძალიან საინტერესო, რასაკვირველია ეს მიმართულება თავისუფალი მუსიკოსის, იმიტომ რომ გაძლევთ აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანის საშუალებას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, კონცერტებს გეგმავთ, ყავთ გარკვეული ჯგუფი, ვისთანაც მუდმივად მუშაობთ თუ მაინც გარკვეულწილად სპონტანური არჩევანია ხოლმე? იცით, ახლა მაგალითად ჩემ მეუღლესთან ერთად ჩვენ უკვე 15 წელია ერთად სცენაზე ვდგავართ და რა თქმა უნდა ამას მოყვება თავდაპირველად იყო მასტერკლასები, კონკურსები, ამას მოყვა კონცერტები და ესე დღემდე მიუყვებით აი ამ ხას სულ ახლახანს ერთი თვის წინ გამოვიდა ჩვენი პირველი ალბომი, აუდიო ალბომი, დისკი. ესე იგი ეს არის ვოკალური ინსტრუმენტალური დუეტი, როგორც ჩვენ ასე გამოდივართ როგორც lead duo, ეგრეთ წოდებული. და ასევე ვუკრავ მაგალითად ბოლო 2 წელია ძალიან ბევრს ვუკრავ უკრაინელ მევიოლინესთან ერთად. ეხლა ხაზ დაუკარით ჩვენ თებერვლის თვეში საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად ჩავატარეთ.
და აპრილის თვეში ვგეგმავთ მაგალითად ვართ მოწვეულები ქალაქ ბრუგში, შვეიცარიაში, ქალაქ ბრუგში არსებობს ესეთი ფრიდრიხ თეოდორ ფროლიჰის საზოგადოება, ეს არის შვეიცარიელი კომპოზიტორი და აი ამ საზოგადოებამ ჩვენ მოგვიწვია კონცერტი, სადაც ამ კომპოზიტორის ნაწარმოებებს გავაცნობთ მსმენელს. ჩვენთვისაც ერთგვარი სიახლე იყო, იმიტომ რომ ეს არის მე-19 საუკუნის კომპოზიტორი, ნაკლებად ცნობილი, იმიტომ რომ ძალიან ხანმოკლე შემოქმედებითი გზა ჰქონდა, ვინაიდან სულ რაღაც 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. არ შეიძლება არ კითხოთ შვეიცარიაზე, სადაც მაქსიმალურად შეიძლება ექსპერიმენტული მუსიკით გამოხატო ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული ექსპერიმენტული მუსიკით. ხო არ ქონიათ კავშირი ამ მიმართულებით? არა, ამ მიმართულებით უფრო ნაკლებად. და რა შეეხება თანამედროვე კომპოზიტორებს 21 საუკუნის რამდენად ხშირად ასრულებთ? ის იცით რა არის 21 საუკუნის მუსიკას, აი მახსოვს სწავლის პერიოდში, როდესაც ზურიხის ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდი, მაშინ საკმაოდ ხშირად ვუკრავდი, როგორც სოლო, ასევე აი იყო ნაწარმოებები კლარნეტთან მახსოვს დაუკარით, ასევე საფორტეპიანო ტრიო და აი ბოლო რამოდენიმე წელია სიმართლე რომ გითხრათ ნაკლებად. აი ესე მომიწია რომ და ბუნებრივია შეკითხვა გვექნება ქართულ მუსიკასთან დაკავშირებით, რამდენად ხშირად გიწევთ შესრულება, თუ ახერხებთ ქართველი კომპოზიტორების შესრულებას? ყოველთვის ვცდილობ რომ ბისზე დავუკრავ ხოლმე ქართული ნაწარმოები. ახლა ძალიან უკრაინული. აი რა სჭარბობს ხოლმე რომელი კომპოზიტორის? გია ყანჩელი. და ვეძებთ ახლა ჩემს მეუღლესთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს ენობრივი ბარიერიც არის ერთგვარი, თუმცა ცოტა საუბრობს ქართულად, მაგრამ აი გეგმაში გვაქვს რომ აუცილებლად ასევე ქართული სიმღერებით შევასრულოთ. საქართველოში უკრავთ ხოლმე? სიმართლე გითხრათ, არა, აი როდესაც რაღაცნაირად ესე მოხდა 2007 წლიდან, რაც წამოვედი საქართველოდან, ალბათ ჩემი აქტიურობაც არ იყო, სიმართლე გითხრათ, მოწვევაც არ იყო და რაღაცნაირად ესე და მახსოვს, აი ყველა მეკითხებოდა რატო არ ჩამოდიხარ, რატო არ ატარებ აი ოჯახის წევრებიც და ეს იყო ერთ-ერთი პერიოდი ზაფხულის თვეებში, როცა ჩამოვდიოდი ერთი თვით საქართველოში და იყო ერთგვარი აი დასვენება ოჯახში და ცოტა მოშორება, ესე ვთქვათ, პროფესიული ხაზისგან და ცოტა რაღაცა მე ამის მერე იწყებ მე ყველაფერს რაღაც ახალი ენერგიით და ახალი რაღაცნაირად შემოქმედებითი. ესე იგი ეს სერიოზული გამოწვევა წინ გაქვთ საქართველოში დაგვრა. ძალიან საინტერესო იქნება, რასაკვირველია, მით უმეტეს, როცა აი თქვენ დაასახელეთ კომპოზიტორი, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი და ალბათ განსაკუთრებულად საინტერესო იქნება ჩვენთვისაც. უახლესი გეგმების შესახებ შეგიძლიათ გითხრათ რამე? დიახ, აი აპრილში მოგახსენეთ უკვე ეს კონცერტი, რომელიც გვექნება, მაისში იგეგმება გამოსვლა ორ მომღერალთან ერთად, შევასრულებთ ანუ ტრიოს პარლებში შევგამოვთ სცენაზე, შევასრულებთ შუმანის, მენდელსონის, ბრამსის ნაწარმოებებს, ფორტეპიანოს, სოპრანოსა და მეცო-სოპრანოსთვის და ძალიან საინტერესო კონცერტი მელის მაისში გერმანიაში შევასრულებ რიხარდ შტრაუსის ენოხ არტენს, ესეთი ნაწარმოები, ეს არის მელოდრამა ფორტეპიანოსა და მთხრობელისთვის, ანუ მსახიობი, ესე ვთქვათ, ძალიან ცნობილი გერმანელი მსახიობი მიიღებს მონაწილეობას შტეფან პილკერინგი და ასევე შევასრულებ იქ სოლო ნაწარმოებსაც, რამდენიმე სკარლატის სონატას და ბრამსის ინტერმეცოებს. შემდეგი კონცერტები მექნება ჩემს მეუღლესთან და ასევე ოლექსანდრასთან, ეს უკრაინელ მევიოლინესთან ივნისის თვეში და ასევე გეგმავთ კონცერტს ვოკალურ ანსამბლთან ერთად, ბრამსის ნაწარმოებებს შევასრულებთ ფორტეპიანოსა და ვოკალური ანსამბლისთვის. და მომავალში კიდევ არის ესეთი პროექტი, სადაც როსინის პეტიტ მესე სოლონელს შევასრულებთ, ანუ პატარა საზეიმო მესას, რომელიც არის ასევე დაწერილი ესეთ ესე იგი ფორტეპიანოს გუნდის, სოლისტების, მომღერლების, ანუ და ჰარმონიუმისთვის. ძალიან საინტერესო პროგრამაა, თან სტილისტურად აბსოლუტურად განსხვავებული, დიახ. მე მინდა წარმატებები გისურვოთ და მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ საშუალება მოგვეცით გაგვეცნო თქვენი შემოქმედება მაყურებლისთვის.
დიდი მადლობა, რომ ესე აქტიურად აშუქებთ ყოველთვის უცხოეთში მცხოვრები ხელოვანების შემოქმედებას და მათ წარმატებებს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ჩვენთან ერთად იყო პიანისტი ნინო ჭოხონელიძე, ის ციურიხიდან გვერდთვებოდა. ასეთი იყო რუბრიკა ქართველი ხელოვანები უცხოეთში. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას და ვუბრუნდებით სტუდიას საინტერესო თემით. მონეტა, როგორც ფულის ერთეული, არ არის მხოლოდ ეკონომიკის საშუალება, ბუნებრივია ვიცით ამის შესახებ. ეს არის ძალიან დიდი სემანტიკური დატვირთვის მოვლენა, რომლის მიხედვითაც შეიძლება გავარკვიოთ ქვეყნის ისტორიული წარსული და ძალიან ბევრი რამ ამ წარსულიდან შეიძლება ისეთი რამ, რაც ისტორიაში ცნობილიც კი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლები ამ მიმართულებით მუშაობენ. ჩვენ ერთხელ გქონდა შეხვედრა სწორედ პირველ გამოცემაზე, რომელიც ეხებოდა მონეტების კოლექციას. კვლევა გრძელდება და ამ პროექტის შესახებ, რომელიც რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ არის დაფინანსებული, მოგვითხრობენ ჩვენი სტუმრები ირინე ვარშალომიძე, პროექტის ხელმძღვანელი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ნინო ძნელაძე, პროექტის მკვლევარი, ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომელი და მე პირდაპირ არქეოლოგიურ მუზეუმზე წავედი. ეს არის ორი ინსტიტუციის შრომა რეალურად. გისმენთ, მართლა ძალიან საინტერესო ამბებია, იმიტომ რომ ის სიძველე, რაცაც ეს პატარა ერთეულები ბალავს, ნელ-ნელა ხდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, რომ დაინტერესდით ჩვენი პროექტით. ეს არის წმინდა ნუმიზმატიკური ხასიათის პროექტი, პეტრა ციხისძირის ნუმიზმატიკური საგანძური, ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ეხლა მოვიგეთ რუსთაველის ფონდის კონკურსში. პროექტი გულისხმობს ციხისძირში სხვადასხვა დროს არქეოლოგიური გათხრებისას თუ შემთხვევით აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალის კატალოგის შედგენას. მინდა აღნიშნო, რომ პეტრა ციხისძირი ეს არის უნიკალური ძეგლი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, სადაც ძალიან ფართო დიაპაზონის მქონე ნუმიზმატიკური მასალა არის აღმოჩენილი. დაწყებული ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნიდან ოსმალური მონეტების ჩათვლით. ჩვენ გვაქვს კოლხური თეთრები, სამარხებში უცხოური ელინისტური ხანის მონეტები, რომაული მონეტები, პართული, სასანური, ბიზანტიური, არაბული, სელჩუკური მონეტების განძი, ტრაპიზონის ასპრები, მისი ქართული მინაბაძები, ეგრეთ წოდებული კირმანეულები, თამარ მეფის მონეტები და ოსმალური მონეტები. ანუ მთელი ყველა ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებული მონეტები გვაქვს. ეხლა კონკრეტულად რას გულისხმობს ეს პროექტი და რომელი ეტაპი იქნება შესასწავლი და წარმოდგენილი? ეს პროექტი გულისხმობს ციხისძირში აღმოჩენილი ყველა მონეტის ერთად თავმოყრას. ნაწილი მანამდე გამოქვეყნებული იყო, შესული იყო სამეცნიერო მიმოქცევაში. ვისაუბრეთ ამის შესახებ, ხო, გადაცემაში. და დიდი ნაწილი გამოუქვეყნებელია და პირველად შევა სამეცნიერო მიმოქცევაში და მკითხველი მიიღებს ორენოვან კატალოგს თავისი გამოკვლევით. ეს იქნება პეტრა ციხისძირის ეპოქის დაწყებული ანტიკური ხანიდან ოსმალურის ჩათვლით. და ეხლა შეკითხვა მაქვს, გათხრები მიმდინარეობს ახლა თუ უკვე მოპოვებულია ეს მასალა? ეს მასალა უკვე მოპოვებული არის, დიახ. გათხრები მიმდინარეობს ციხისძირში. ზოგი გათხრების შედეგად არის მოპოვებული და ზოგი შემთხვევითი აღმოჩენებიც გვაქვს, მაგალითად სელჩუკური მონეტების განძი აღმოჩნდა შემთხვევით 150 მონეტისაგან შემდგარი, რომელიც არ გვაქვს გამოქვეყნებული და ეხლა ამ პროექტის ფარგლებში სხვა დანარჩენ მონეტებთან ერთად პირველად გამოქვეყნდება. არქეოლოგიური მუზეუმის წვლილი როგორია ამ მიმართულებით? უშუალოდ ძებნაში იღებს მონაწილეობას? არა, ირინე არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომელია. გათხრები მიმდინარეობს ციხისძირში და ისეთი ინტენსივობით არა, მაგრამ მართლა აღმოჩნდა შარშანწინ ბიზანტიური მონეტა, ცუდად იკითხება, მაგრამ გათხრები არ გაჩერებულა. არ შეწყვეტილა და გრძელდება ინტენსიურად ყოველ წელს. ეს ტერიტორია მონიშნული იყო როგორც ისტორიულად საინტერესო თუ მოხდა არა ისტორიულად საინტერესო თავისთავად ეხლა მონეტები ცხადყოფს რომ იყო ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი.
საერთოდ გვიან ბრინჯაო ადრე რკინის ხანიდან დაწყებული აქ ივარაუდება სამოსახლო და ამ პერიოდიდან დაწყებული უწყვეტად მიმდინარეობს ცხოვრება და ეს ნუმიზმატიკური მასალაც ირგვლივ ტრიალებს. მე ვილაპარაკე დასაწყისში რომ ძალიან ბევრ რაღაცას ამბობს მონეტა მეთქი, მაგრამ აი კონკრეტულად რა ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ აი ერთი რომელიმე მონეტით. აი მაგალითად გვაქვს მე-13-მე-14 საუკუნის მონეტები ციხისძირიდან, მაგრამ არ გვაქვს ამ პერიოდის კულტურული ფენა ჯერ. აი ეს ძალიან საინტერესოა, რომ ამ პერიოდში ციხისძირი ჩანს ფინანსურ ცენტრად აღმოსავლეთ შავი ზღვისპირა. ამ მონეტების განძიც არის და აი ტრაპიზონის ასპრები, ქართული ფული, სელჩუკური მონეტები, აი რაღაც ყველაფერი არის თავმოყრილი ერთად. მაგრამ ამ პერიოდის კულტურული ფენა ჯერ არ გვაქვს. აი მაგიტომაა ძალიან საინტერესო. რაც შეეხება თვითონ მონეტის წარმოებას, აი სტრუქტურას, შემადგენლობას, ეს რაზე მიგვანიშნებს და რით არის ხოლმე განსხვავებული, აი ამოტვიფრული რაღაც გარკვეული ნიმუშები, რასაც ხედავთ, როგორ ვითარდება და საერთოდ აი დროთა განმავლობაში უფრო საინტერესო ხდება თუ უფრო უბრალოვდება. ციხისძირში გვაქვს უკვე რაღაცა გარკვეული შაბლონები გვაქვს ხო დღეს? ვერცხლის და ოქროსაგან მოჭრილი მონეტები, რაც ძალიან საინტერესოა. ეხლა რო გითხრათ, რომ უბრალოვდება, არა, თანდათან ამოსაკითხად უფრო იოლი ხდება. ხო, აი ეგ მომენტია. დატვირთული ნაკლებად არის, ხო, ალბათ რაც დრო გადის. აი ყველაფერი აწერია და ამოსაკითხად უფრო ადვილი არის. იმიტომ რომ ხა გათხრიან და ჩვენს მონეტებს იპოვიან მონეტები, რომლებსაც წარწერა არ აქვს და რაღაც ტიპოლოგიის მიხედვით უნდა განსაზღვრო. და ეს მონეტები სარგებლობა მონეტებით ხდებოდა, აი ფენების მიხედვით იყოფოდა დაუშვათ რაღაც უფრო მდიდარ ფენას, სხვა ტიპის მონეტებთან ჰქონდა ცდომა, ხო? ბრინჯაოს მონეტებიცა, ვერცხლიცა, ოქროცა. მონეტების რითი სარგებლობდა? შესაბამისად, ოქროთი სავარაუდოდ დაბალი ფენების წარმომადგენელი ნაკლებად. ოქროს მონეტები ცოტა ციხისძირში. ეს უფრო სავაჭრო გზით შემოდიოდა. საერთოდ მონეტები შემოდიოდა ან მილიტარისტული გზით, ან სავაჭრო ეკონომიკური. საერთაშორისო ურთიერთობებში გამოიყენებოდა ოქროს მონეტა ალბათ. ნაწილი ციხისძირის მონეტების მაწონს არ იყიდნენ. უკავშირდება სამხედრო გარნიზონების დგომას. აქ ნაწილი სავაჭრო ეკონომიური გზით არის შემოსული. აი ყველაზე ბოლო პერიოდის გამორჩეული მონეტა, რომელიც შეიძლება იყოს აი შედარებით ბოლოსკენ, აქეთ რო წამოვიდეთ ჩვენსკენ. რა ვიცი, ყველაზე ბოლო პერიოდის ოსმალური არის, მაგრამ რამდენად გამორჩეულია, მაგას ვერ გეტყვით, სტანდარტული ოსმალური მონეტებია. და ქართული მონეტების წარმოება როდის აღარ არის ისეთი აქტუალური აი ამ პერიოდში, როცა დამპრობლური ომები მიდის, გრძელდება ამ მონეტიზაცია. ქართული მონეტების წარმოება აი თამარის მონეტა ჩანს. დაწყებული ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნიდან ყოველთვის მიმდინარეობდა, მაგრამ ჩვენთან აჭარაში ქართული ფული არ იყო აღმოჩენილი. ძალიან საინტერესო იყო, რომ განვითარებული შუა საუკუნეების ქართული მონეტები არ ჩანდა ჩვენთან. და აი ციხისძირი არის ერთადერთი პუნქტი, სადაც თამარ მეფის ორი მონეტა არის აღმოჩენილი. და შესაძლოა კიდევ გამოჩნდეს ალბათ. რა თქმა უნდა, წინ გველოდება ალბათ სიურპრიზები. და ციხისძირში მინდა აღნიშნო, რომ არის ისეთი მონეტები, რომელიც დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ციხისძირში არის აღმოჩენილი. ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ძეგლი, მაგალითად დეგიზიდების მონეტა, მხოლოდ ციხისძირში არის აღმოჩენილი. ასევე ტრაპიზონის ასპრები, მათი მინაბაძები. ძალიან რაც შეეხება ეხლა უკვე საბოლოო გამოცემა, როგორი სახე ექნება ამას ყველაფერს, იქნება ალბომი თავისი ილუსტრაციებით და ორენოვანი კატალოგი, ხო? კვლევა იქნება კატალოგით. ჩვენ მანამდე ვისაუბრეთ ჩვენს წიგნზე. ხო, აი იქ იყო მონეტები, ასევე საკმაოდ მონეტებზე რო ვისაუბრეთ. მონეტები იყო, ოღონდ შემოვიფარგლეთ მხოლოდ ერთ მუზეუმში დაცული მონეტებით. ეს იყო ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმის მონეტების კატალოგი.
ანუ ახლა ცოტა ხანში ჩვენ შეიძლება შეიძლება კი რა გვექნება მეორე გამოცემა და რეალურად გაგრძელდება აჭარაში შემონახული მონეტების მეცნიერული შესწავლა. ამ შემთხვევაში ციხისძირთან დაკავშირებული, ციხისძირის ირგვლივ რაც არის, ეს კომპლექსური კვლევაა თუ უბრალოდ ჩართულები არიან ისტორიკოსებიც და შემდეგ ისტორიკოსები არა, არქეოლოგები, მაგრამ რომლებსაც აქვთ გამოცდილება ციხისძირზე, როგორც არქეოლოგიურ ძეგლზე მუშაობის, ეს არის ნინო ინაიშვილი. ჩვენს სამეცნიერო გუნდში შედის უცხოელი კონსულტანტი დევიდ ბრაუნდი, რომელიც არის ექსესტერის ემერიტუს პროფესორი, ადამიანი, რომელიც იკვლევდა საქართველოს ისტორიას, კარგად იცნობს ნუმიზმატიკურ ერთეულებსაც და მისი გამოცდილება, ვიცი რომ დაგვეხმარება ბევრ რამეში. ასევე ჩართულია ახალგაზრდა მეცნიერიც საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომელიც ჩვენი დოქტორანტი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჩვენთან დაიცვა დისერტაცია, ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა არის, ჩვენ თანამშრომლო წლებია და ჩართული არის ამ პროექტში, მხოლოდ ერთი ინსტიტუციის არა რამდენიმე. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მე ვფიქრობ, შედეგი გისურვებთ წარმატებებს. თუ რაიმე გაქვთ კიდე დასამატებელი და სათქმელი, შემიძლია მოგცეთ 2 წუთი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ საუბრობდით საინტერესო პროექტის შესახებ, რომლის შედეგი იქნება ალბათ 3 წელიწადში. 3 წელს მერე გამოვიარეთ, ესე ვთქვათ. და ჩვენი სტუმრები იყვნენ მეცნიერები, მოკლედ ვიტყვი, ირინე ვაშალომიძე და ნინო ძნელაძე, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობენ. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას და წარმოგიდგენთ კიდევ ერთ რეპრესირებულ ხელოვანს, დიმიტრი შევარდნაძე იქნება ანა ვაშაყმაძის სიუჟეტში წარმოდგენილი, მე კი გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით მომავალ სამშაბათამდე. დიმიტრი შევარდნაძე, ბიჭი, რომელიც ევროპულ კულტურას ფეხდაფეხ მიყვებოდა. 1988 წელს სოფელ ბაღში მასწავლებლების ოჯახში დაიბადა. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ კი დაფინანსება მოიპოვა და უმაღლესი განათლების მისაღებად მიუნხენში წავიდა. იმ დროისთვის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის სტატუსის მატარებელ ქალაქში. განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეულმა დიტომ დრეზდენის გალერეაში რუმინეთის მეფე აღფრთოვანებაში მოიყვანა, როდესაც კორეჯოს ნახატის მინდა ღამის რეპროდუქციას აკეთებდა. გასაკვირიც არ არის, სამშობლოში დაბრუნებულს თავში 1000 იდეა რომ უტრიალებდა და დაიწყო საქმიანობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სამუზეუმო კულტურას საქართველოში. დიმიტრი შევარდნაძე იყო ერთადერთი, ვინც იმ დროს სამუზეუმო საქმე იცოდა. ასევე იყო კულტურის პირველი მენეჯერი. იცოდა საქმე, რომელიც იმ ყველა ოპერაციულ სისტემას ფარავს, რომელიც არტ ინსტიტუციებს ამუშავებს. სწორედ დიმიტრი შევარდნაძის დამსახურებაა, რომ დღეს ნიკო ფიროსმანის ნახატების დიდი ნაწილი არსებობს. ხელოვანთა საზოგადოების ერთ-ერთ პირველ შეკრებაზე ნიკო ფიროსმანაშვილიც მისულა და საზოგადოებას ფინანსურად რომ ვერ დაეხმარა თავისი ნახატი, ქორწილი კახეთში შესწირა. დიტო შევარდნაძეს იმდენად მოეწონა ფიროსმანის ნამუშევრები, როდესაც შეატყო გენიალური მხატვარი ერთგვარად იკარგებოდა, ქალაქის გუბერნატორთანაც კი მივიდა. საკუთარი ინიციატივით შეაქროვეს თანხა, დაიარეს დუქნები და ფიროსმანის ნახატები შეიძინეს. მეტიც, გამოიცა ბრძანება, რომელიც მოქალაქეებს მთავრობისთვის ფიროსმანის ნახატების ჩაბარების შემთხვევაში გადასახადებისგან ათავისუფლებდა. ასე გადაარჩინა დიმიტრი შევარდნაძემ ფიროსმანის საგანძური. შევარდნაძეს ივანე ჯავახიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბის შექმნა დაავალა. მასვე ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილის ოპერის, აბესალომ და ეთერის დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები. 1919 წელს, როდესაც გამოფენაზე დიმიტრი შევარდნაძემ 15 მხატვრის 300-მდე ნამუშევარს მოუყარა თავი, მიხვდა, რომ გალერეა უკვე არასაკმარისი იყო. ახალი გალერეისთვის მეტეხის ციხეში არჩია და თავის მხრივ მეტეხის ტაძრის გადარჩენაც დაისახა მიზნად.
აგზავნიდა წერილებს მთავრობაში. 1923 წელს ციხის გასაღებიც კი გადასცეს. ალბათ მაშინ ვერც კი იფიქრებდა, რომ ახალი გალერეის გახსნა დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ხარჯზე მოუწევდა. მოგვიანებით კი სიცოცხლესაც გამოასალმებდნენ. დიმიტრი შევარდნაძე მიზანში ლავრენტი ბერიამ ამოიღო. მას მეტეხის ტაძრის დანგრევა ჰქონდა განზრახული. გადაწყვეტილებას კი წინააღმდეგდნენ მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და დიმიტრი შევარდნაძე. შევარდნაძის წინააღმდეგ საზარელი კამპანია დაიწყო პრესაში. გამოაცხადეს ხალხის მტრად, რომელსაც ბრალდებოდა სამუზეუმო არტეფაქტების იდეალიზაციის მოხდენა. ხელოვანი, რომელიც იყო პირველი ქართული მხატვრული ფილმის ქრისტინას დამდგმელი მხატვარი, სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. ჯერ დააპატიმრეს მუზეუმის ახალმა დირექტორმა კი შევარდნაძის არასამუზეუმო ექსპონატებად მიჩნეული ნივთები მუზეუმის ეზოში საჯაროდ დააწვევინა. ქართული სათეატრო და კინოს მხატვრობის ერთ-ერთ პიონერს განაჩენი რეჟიმმა საბოლოოდ გამოუტანა და 1937 წელს დახვრიტეს.